გამარჯობათ მეგობრებო. პატრიარქთან დაკავშირებით მინდა ორი სიტყვით დაგელაპარაკოთ და მინდა მოგიყვეთ 2006 წლის ივლისის თაობაზე, როდესაც მე წავედი კოდორის ხეობაში. 2006 წელს ივნისის ბოლოს გარდამეცვალა დედა და მჭირდებოდა პატრიარქისგან კურთხევა. თუ სადამე საფლავებია დედაჩემი. ჩვენ ავაშენეთ ეკლესია, მე და ჩემმა ძმებმა და ჩემმა საძმომ, სამეგობრომ და რა დაგიმალოთ და მინდოდა რომ იქ დამესაფლავებია დედაჩემი ეზოში. და მას სჭირდებოდა პატრიარქის კურთხევა და დავედი პატრიარქთან. პატრიარქმა მიმიღო და არ მირჩია, მარტო იქნება ცოდო არისო და სადაც ნაკურთხი არისო. სასაფლაო, სადაც ჩვენი მეზობლები, ნათესავები არიან დასაფლავებული, იქ მირჩია დასაფლავება და მაკურთხა და იქ გადაუწყვიტეთ ვერეთ დასაფლავება დედაჩემის. გასვენება და გამოსვენება სწორედ აი ყველასთვის ცნობილი სახლი რო წამართვეს, დამართო ქრუაშვილმა ერთპიროვნულად და გადასცა ვიღაცა გაურკვეველ პიროვნებას, რომელიც ქართველებს ესწროდა თუ რუსებს ესწროდა თუ ორივეს ერთად ესწროდა, ჯერ კარგად არ არის გარკვეული და თურმე ის არის ვეტერანი და მე არ ყოფილი ვარ ვეტერანი თურმე, ხო და მოკლედ იქიდან იყო გამოსვენება ზუსტად, აი იმ სახლიდან. ეხლა როდესაც წავედი პატრიარქთან კურთხევის სათხოვნელად, მეორე საკითხი მქონდა კიდევ მთავარი საკითხი, რომელიც უნდა მომეყოლა და კურთხევა უნდა ამეყო პატრიარქისგან კოდორის ხეობაში გადასვლის. და რა შემდგომარეობდა ეს? დედაჩემი რო გარდაიცვალა, სწორედ იმ პერიოდში დაიწყო მოძრაობა, საეჭვო მოძრაობები, როდესაც ორფოლოს პოლიგონზე გადაიყვანეს ჯარი და მთელი ჭორები დადიოდა, რომ კოდორის ხეობაში სასვლელად ემზადებიან. მაგრამ ამას წინ უსწრებდა კიდევ ირაკლი ალასანიასა და ჩემი საუბარი. იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ალასანიამ როცა გადაიბარა კოდორის ხეობა ჩემგან, ანუ ახირება ქონდა ასეთი, რომ მე უნდა დამექვემდებაროს აფხაზეთის მიმართულება, მე ვარ უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე, უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე იყო უკაცრავად. და მე უნდა დამექვემდებაროს ყველაფერი. მე უთხარი გუბერნია არ დაშალოთ, პრეზიდენტის რწმუნებული იყოს, მე არ გაწყობვართ, ვინც გინდათ ის დანიშნეთ, ყავთ თქვენი აგენტურული ქსელის წარმომადგენელი, მეთქი, ვინც გინდათ დანიშნეთ, ოღონდ გუბერნია არ დაშალოთ. იმიტომ რომ აფხაზეთის უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე მუდმივად არ იქნები და რო არ იქნები, მის მერე მეთქი სხვა იქნება. და ის ადამიანები, რომლებმაც რო არც გაგრა დაიცვეს, არც სოხუმი არ დაიცვეს, არც ოჩამიჩირე, არც გალი არ დაიცვეს, კოდორის ხეობას მithumetes არ დაიცავენ თქვა და ადგილობრივი მოსახლეობა კიდე დაიცავს თქვა. აი ასეთი ლაპარაკი მქონდა. არაო, ეს ძალიან ესე იგი თავშევარდნილი იქონდა, რა თქმა უნდა, თანამდებობები და უშიშროებისაგან ძალიან განებიურებული და განსაკუთრებით რუსეთის უშიშროებისაგან ეს მე ძალიან კარგად გავიგემერე ყველაფერი. ხო და არაო, მე უნდა ვიყო იქო, მეტი არავინო. და რო არ იქნები შენ მეთქი დაგაწინაურონ ან რამე მოგივიდეს, მაშინ ვინ იქნება პასუხისმგებელი? მე ვიქნები ირაკლი ალასანია პასუხისმგებელიო. კი ბატონო. ხო და როდესაც მომიყვა იმას, რომ აპირებდა ძალიან ესე ინფრასტრუქტურის მოწყობას, გაძლიერებას კოდორის ხეობაში ყველაფრის აბსოლუტურად და მათ შორის ჯარის ჩაყვანას რო თქვა, მე ვუთხარი, ჯარის ჩაყვანა იქ არ შეიძლება, თუ თქვენ ჯარის ჩაყვანას აპირებთ, ესე იგი ის რასაც ვებრძოდი ამდენი ხანი, რომ შევარდნაძის დროს დაწყებული, რომ საქართველოს უშიშროება და საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მათი მინისტრები ცდილობდნენ კოდორის ხეობის ჩაბარებას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ზეწოლის ქვეშ იყვნენ მსხვერპლიდან. ესე იგი თქვენ ამის გაგრძელება ხართ, მეთქი და თქვენ აპირებთ ჩაბარებას კოდორის ხეობის და
არ გააკეთო მეთქი, მაგრამ მან ჯარის ჩაყონა არ შეიძლება. ან თუ მაინდა-მაინც აპირებს ჯარის ჩაყონას, მაშინ გავაუქმეთ 94 წლის მაისის ხელშეკრულება, საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მოსკოვში დაიდო შეთანხმება, 4-ხრივი შეთანხმება. მანამდე არაფრით დიდებით არ შეიძლება შეყონა ჯარების თქვა, იმიტომ რომ ლეგიტიმაციას აძლევთ რუსეთს კოდორის ხეობაში შემოსვლის. არა უიქითური, აქეთური მოკლედ მე ვარ პასუხისმგებელი და მორჩამით ჩვენი საუბარი. ამიტომაც იყო რომ ეს ჭორები მე დავიჯერე უკვე რომ აპირებენ კოდორის ხეობაში ჯარების შეყონას. ხო და პატრიარქთან რო წავედი, პატრიარქს მოუყევიეს ყველაფერი. და ის უწმენდესობამ უთხარი ასეთნაირად რომ ერთი კურთხევა მინდა მეთქი დედაშების საფლავთან დაკავშირებით და მეორე კიდე 2 წელი არ ყოფილვარ არ მშვენდნენ თქვა ხეობაში რაღაცა მეთქი ძალები იგრძნეს მეთქი ჩვენ მაშინ დამტრებმა და აპირებენ კოდორის ხეობის ჩაბარებას ჯარის შეყონას აპირებენ მოუყევიეს ყველაფერი და რაღაცით უნდა შევეწინააღმდეგო მე ფიცი მაქვს დადებული ბოლომდე უნდა ვიბრძოლო რომ კოდორის ხეობა შევენარჩუნო თქო მე ჩემ ბიჭებთან ერთად იქ 16 ადამიანი მყავს დამარხული დასაფლავებული ჩემი თანამებრძოლები ჩემი დაწყებული იყო ეს ყველაფერი აბსოლუტურად რასაც ქვია დაცვა კოდორის ხეობის დალის ხეობის უпростоრად კოდორის ხეობა ერთ-ერთი ხეობა არის 5 ხეობაში რაც დალის ხეობაში შედის ძალიან დიდი ტერიტორია ჰქონდა შენარჩუნებული ეს მოიცავდა დაახლოებით 30%-ს მთლიანად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქართული დროშა ფრიალებდა ყველგან. ხო და ამის მერე რა თქმა უნდა ის თავდასხმები, ის გატაცებები, ის სადენების აფეთქება კავკასიონი 500-ისა რაც კი ჭორები ვრცელდებოდა ის რომ თითქოს და ნარკოტიკების ბიზნესი გვაქვს ჩვენ იქა და ხეთქის ბიზნესი გვაქვს როცა რომ გზები აფეთქებულია და ხეთქი კი არა შეშის დასანთებს შეშას ვერ გადაიტანდი ისეთი იყო ხერგელი გაკეთებული და თან ძალიან მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ლეგიტიმური ხელისუფლებიდან ჩარეული ამ საქმეში ჩვენს წინააღმდეგ რომ ერთი სული ჰქონდათ როდის ჩაბარდებოდა კოდორის ხეობა რომ ვიღაცის ახირება ასრულებული იყო და ჩვენ დავმარცხებული ვიყავით კოდორის ხეობაში ეს ამას ხა რატომ არ მაქვს ურთიერთობა მაგათთან ერთადერთი არის ახლა დათოფაცაცია ვისაც პატივს ვცემ იმიტომ რომ ახალგაზრდაა და არაფერში გასული არა დანარჩენთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს აფხაზეთთან ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან რატომ აი ისმის კითხვა რატომ ისინი რომ ჩემ გვერდში დამდგარიყვნენ ჩვენს გვერდში მონადირის გვერდში დამდგარიყვნენ და ჭორებს არ გაივრცელებიათ იმისთვის რომ კოდორი ჩაბარებულიყო და ჩაბარდა კოდორი და დაისვენეს უკვე ახლა კოხტად არიან მოწყობილი მაგათ არ აინტერესებთ აბსოლუტურად არ აინტერესებდათ მაშინ და ეხლა თუ ახალგაზრდები მოვიდა და აინტერესებთ არ ვიცი ნახეთ აფხაზეთში დაბრუნება იმათ აწყობილი ქონდა თავიანთი სკამები შეუნარჩუნდათ ხელფასები შეუნარჩუნდათ და ნუ აი ცხოვრება მოკლედ ისე რომ საერთოდ სოხუმის გეგახედვა არც უნდათ თუ ვინმეს ამაში უმეტესობა მაინც ასეთი იყო და თუ ვინმეს ამაზე პრეტენზია გამოვიდნენ და მზადავარ დებატებისთვის ნებისმიერ დროს. ეხლა გავაგრძელებ იმ თემას, რაზეც დავიწყე საუბარი პატრიარქთან დაკავშირებით. ჩვენმა პატრიარქმა მის უწმიდესობამ ეს რო უთხარი რო აპირებენ შესვლას და კოდორის ჩაბარებას არ იუწყოვა. ეცეთ არ გაგვირებია, ანუ მას ჰქონდა ის ინფორმაცია. ადგა და ადგომას ვაპირებდი იჯექიო. მოვიდა ჩემამდე ლოყაზე მომადოს ხელი და მეუბნება შვილო ემზარ გაკურთხოს უფალმაო არ დაგანებებენ თავს სანამ კოდორი ჩაბარდება აფხაზეთი მიცემულია აი სიტყვა სიტყვით მისი სიტყვები რა დამოვიწყებს მის ყველა სიტყვას აბსოლუტურად ხო და დამლოცა მაკურთხა და მითხრა ასეთი რაღაცა რომ შეეცადე სისხლი არ დაიყაროს რა თქმა უნდა მეთქი მინიმალური სისხლით როგორც ომის დროს მინიმალური სისხლით შევინარჩუნეთ ხეობა მინიმალური სისხლით მოახერხეთ ისე რა ვიცი ეთყობა ძალიან განათლებულების არ ვიყავით სამხედრო საკითხში და ამიტომ თუ ელოდებოდნენ რომ რაღაცა ესეთი რო იტყვია რუსები პაუსტაურო გაგვეკეთებია ანუ უსტავის მიხედვით რო გაგვეკეთებია სწავლების მიხედვით როგორც ასწავლიდნენ მაშინ
ოფიცრებს და ჯარისკაცებს ჩვენ სულ სხვა რაღაცას ვაკეთებდით და ეს მოულოდნელობით რაღაცას მივაღწიეთ. უფლის წყალობით, რა თქმა უნდა, უფლის თანადგომა იყო ყველგან აბსოლუტურად, თორე ძალიან ცოტანი ვიყავით, 16 კაცით დავიწყეთ ეს ყველაფერი. ხო და ეხლა რა მინდა გითხრათ, რომ პატრიარქმა მაკურთხა და დედაჩემი 6 რიცხვში დავასაფლავე და 4 რიცხვში წავედი და თან ამის ეჭვი მაქვს პირებენ შემოსვლას და თან პლუს ამას 40 უნდა გამეკეთებია ხეობაში. ეს ყველაფერი იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ჩემი ეჭვი იყო ის, რომ აპირებენ ხეობის ჩაბარებას. მოკლედ გადავედი თუ არა ხეობაში, არანაირი ჯერ ერთი ადრე რომ ვაპირებდი ხოლმე ხეობაში გადასვლას 2 წლის განმავლობაში. გამოვარდებოდა ხან ანზორმარგიანი, ხან ირაკლი ელასანია, ვიღაცას გამომიგზავნი და ანზორმარგიანს რა თქმა უნდა ირაკლი ელასანია გზავნი და ჩემთან. ხო და მაფრთხილებდნენ რომ არ წახვიდე იცოდეო. არავითარ შემთხვევაშიო. ძლივ სავაწყვეტო იქაურობო. ხო და შენ არ უნდა გამოჩნდე იქო. ეხლა ვიფიქრე რომ რაღაცა არ დამბრალდეს, რაღაცა არ იმას ვიქნან, რა ქვია მაგას და არაფერი არ დამაბრალონ რაღაცა, ამიტომ მეც თავი შევიკავე მომაჩემის საფლავზე 2 წლის განმავლობაში ერთხელაც არ ვიყავი ნამყოფი და ხეობაშიც არ ვიყავი ნამყოფი საერთოდ. ამის მერე როდესაც მივდიოდი 14 ივლისი იყო ზუსტად მახსოვს, ერთი შეფერხება, ერთი ის რომ აბა არ წახვიდე ან რამე, ყველგან გზა მეხსნებოდა აბსოლუტურად და შვიდობიანად და გემრიელად ჩავედი ხეობაში. ჩავედი თუ რა ხეობაში და ეგრევე დაიწყო მოციქულების სიარული, მოციქულება დაიწყო სიარული. აი ჯერ პირველი ის რომ ინფორმაციები მომდის რომ აპირებენ შემოსვლას, მოდიან. ეს ერთი. მეორე გამოდი იქიდან, ხეობიდან. ანუ შესვლის მერე გამოდი, მე დატოვე იქაუბრა და გამოეთრიე იქიდან რა, პირდაპირ რო თქვა. ანუ ისეთი საუბარი რომ მე არ შემესრულებია, რა თქვა თავმოყრებობიდან გამომდინარე, რომ მეუბნებიან გამოდი იქიდან აი ესეთნაირად რა. ანუ შეგნებულად იყო ეს ყველაფერი მოწყობილი, რომ რა თქმა უნდა ხაფანში მომოხვედრეს. მაგრამ არა უშავს, მე მაინც ჩემ ფიცს მივყვები იმას, რომ როდესაც ეს ბიჭები ვინც იქ ყავს ჩაწვენილი მიწაში, ჩემი მეგობრები და ჩემი ბიძაშვილები და დედაშვილები და ნათესავები, მათთან ფიცი როცა დავდები, ფიცში იყო ნათქვამი, რომ ბოლომდე უნდა გვებრძოლა ხეობის შესანარჩუნებლად. და ესეც ერთ-ერთი ნაწილი არის შენარჩუნების ახლა. ვიცი რომ აბარებს ჩემი ხელისუფლება დალის ხეობას, რომელის გამოც გაიწირნენ ბიჭები და თავი შეაკლეს ამ ბრძოლებს, მე გადავრჩი ცოცხალი და მე ხა ჩუმად დავждე თბილისში, გემრიელად ოჯახთან ერთად და ისინი მიწაში იყვნენ გაყიდულ მიწაში. მე ამ გაყიდვაში მონაწილეობას ვერ მივიღებდი, რა თქმა უნდა, და ამიტომ მე ბოლომდე უნდა მებრძოლო. მოკლედ პატრიარქის კურთხევა მაქვს, რაც თავარია, რამაც გადამარჩინა ფაქტიურად მე. წავედი და ეს ყველაფერი რო დაიწყეს უკვე ხეობაში ჩემთან სიარული რაღაცები და 19 რიცხვია ზუსტად მახსოვს. ანზორი მარგიანი იქ დამხვდა, მოჩიჩქნა იქ ყველაფერი ინფორმაციები გადმოფრინდა აქეთ და მირეკავს ირაკლი ოქროშულთან ერთად დავარო, აგერ ბატონი ირაკლისთან ერთად დავარო ისაო და გამოდიო ასე ჯობია იქიდან, გამოდიო შენთვის ასე ჯობიაო. ანუ ისეთნაირად მიდგებიან, რომ მე თავმოყრეობა და რაღაცა ისა რომ მე არ წამოვიდე იქიდან. მე ვეუბნები რომ თუ შემოსვლა უნდა აგერ შევხვდეთ, ვილაპარაკოთ. თუ მართლები არიან, მე თუ რამე შემიძლია და თუ ვაპირებენ მართლა რაღაცის გაკეთებას, მთელი ჩემი სამეგობროთი მონადირის წევრებით გვერდში დაგიდგებით, ყველანაირად მეთქი არ გჭირდებით, დავდგებით, წავალთ. თქვენ თუ საქმის გასაკეთებლად მოდიხართ, მაგრამ ჯერ გააუქმეთ 4 მხრივი შეთანხმება, რომელიც რუსებს ლეგიტიმაციას აძლევდა. თუ მაინც ბრძოლა იქნება, რუსებს ლეგიტიმაცია არ გქონდათ და ისე გვებრძოლონ ჩვენს ტერიტორიაზე და მართლები გამოვაოთ ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში, ხო? მაგრამ არა, არავითარი გაუქმება, არავითარი. მოკლედ, ამის მერე
19 რიცხვია ურეკავ ინგა გრიგოლიას, ურეკავ რამოდენიმე ჟურნალისტს და ვეუბნები, რომ ჯარის შემოყვანას აპირებენ ხეობაში და გთხოვთ ატეხოთ ხმაური. თორე აბარებენ გოდორის ხეობას თქო. ხმა არავინ არ გაიყო. აბსოლუტურად არც ერთმა ჟურნალისტმა. მაშინ მე ხომ არ ვიცოდი რომ ჟურნალისტები ვინც იყვნენ. მეგონა რომ პატიოსთან ემსახურებოდნენ ჟურნალისტიკას და საერთოდ აი ამ სისტემას და ფიქრობდი რომ სამშობლოსთვის რაღაცას იზამენ. თორმე გაყიდულები არიან სულ ყველა და გამყიდეს თხასავით. მე მეგობრებოდნენ ყოველ შეხვედრაზე აბა დიდი პატივისცემები და გვიყვარხარ და მთელი ამბავი მოკლედ და დაურეკე 20-ში. 19-ში ხო დაურეკე, ხმა არ ამოუღიათ. დაურეკე 20-ში, ხმა არ ამოუღიათ. 21-ში დაურეკე, ხმა არ ამოუღიათ. და ვიფიქრე რომ ეთყობა სენსაცია უნდათ მეთქი და მოდი ერთი დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებ თქო და იქნება ეს უფრო აიტაცონ და ხმაური ატყდეს მეთქი რომ თელმა საქართველოს გაიგოს რომ არ შეიძლება აქ ჯარის შემოყვანა სანამ 4 ხრივი შეთანხმება არსებობს. ხო და მაშინ იყო ინგა გრიგოლიას ურეკავ და ვეუბნები რომ დაუმორჩილებლობას ვაცხადებ მეთქი არ შემოუშვება აქ ჯარს. ესე იგი ელოდებოდნენ ჩემს აი ამ სიტყვას. იმისთვის რომ მე უკვე აეგორებიათ ჩემს წინააღმდეგ ყველაფერი. მანდ მაგათ რა ჭირდებოდათ ესენი რუსებთან მოლაპარაკებული იყვნენ. ჯარი თავისუფლად გამოატარეს რუსებმა თავიანთი საგუშაგოებზე, ზუგდიდში და ხოკოს უღელტეხილზე. ჩვენ თქვილები რომ მქონდა და გუმანიტარული დახმარება გვაწვალებდნენ, ხან ჩამოგვატვირთიებდნენ, ხან რამდენი წვალებით მქონდა ყველაფერი რომ ვითომ იარაღი ხო არ მიგვაქვს. ესენი კიდე შეიარაღებული ტანკებით და იმით გამოატარეს თავისუფლად, იმიტომ რომ ერთმანეთში ალიანსში იყვნენ რუსები და სააკაშვილის ხელისუფლება და რა თქმა უნდა ყველა ჩვენს წინააღმდეგ მონადირის წინააღმდეგ და პირადად ჩემს წინააღმდეგ წავიდა მთელი მსოფლიო, იმიტომ რომ ამერიკელები პირდაპირ გითხრეს რომ ჩააბარეთ კოდორის ხეობა ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებულიო, რაზეც ჩვენ არ დავთანხმდით და აი წავიდა მთელი მსოფლიო გაერო ჩვენს წინააღმდეგ წავიდა, ამერიკა ჩვენს წინააღმდეგ წავიდა, რუსეთი ხომ საერთოდ ზურგში ჩაგვარყა. და ნუ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ კოდორის ხეობა უნდა ჩაბარებულიყო რუსეთის მხარეს. მოკლედ გაითამაშეს ეს ყველაფერი, რაც მოხდა კი უყურეთ და ახლა მე შევამოკლებ პატარა საუბარს და გადავდივარ ციხიდან განთავისუფლებაზე, იმიტომ რომ პატრიარქთან დაკავშირებით გიყვებით უფრო მეტად და იმიტომ პირდაპირ გადავალ 2015 წლის 28 იანვარს გამთავისუფლდი ციხიდან. 2014 წლის 28 თებერვალს ჩამოვედი, ჩამსვეს ციხეში, გახსოვთ ყველას და 2015-ის 11 თვეში ზუსტად 28 იანვარს გამომიშვეს შეთანხმებით, რომ მე მხოლოდ და მხოლოდ აი ეს რაც ვიჯექი, 18 წელი ხომ მომისაჯეს და მხოლოდ და მხოლოდ რაც ვიჯექი მე, ამაზე ვარ თანახმას რომ არ ვაპროტესტებ და გამიშვეს. არაფერი მეტი სხვა, არანაირი აღიარება, არანაირი არაფერი არ მქონია. მოკლედ ქუთაისის აპელაციამ გამანთავისუფლა, მოვდივარ გზაში. ძალიან ბევრი ხალხი დამხვდა, რა თქმა უნდა, იქ ქუთაისში, ჩემი ნათესავები და სამეგობრო, სულ არ ვიცნობდი ისეთი ხალხიც, რა თქმა უნდა და ნუ როგორც ჩვენ გვჩვევია ქართველებს და გაიშალა სუფრა. ქუთაისიდან წამოვიდით ზესტაფონში დაგვხვდა სუფრა, ზესტაფონიდან წამოვიდით სურამში დაგვხვდა სუფრა და ნუ აი ამ სუფრების სუფრიდან სუფრაზე სიარულით დრო, რა თქმა უნდა, გავიდა, მოსაღამოუდა და ვიცი რომ პატრიარქი მეგოდება და მე უხერხულება ხარ, რა თქმა უნდა და მას ვქენი რა ქვია და ჩემ დას უთხარი ნორას რომ მეთქი დაურეკე თქვა დედაოს და უთხარი რომ ძალიან გვიან მოვდივარ თქო. მე ხალხსაც ვერ ვაქცევ ზურგს, უხერხულია თქვა და დილას მივალ მეთქი პატრიარქთან. რომ არ შევაწუხო რა. და პასუხად მივიღე არავინ არ აწყენიოს, ყველას შეხვდეს, ყველასგან პატივისცემა მიიღოს, მე ველოდები ამაღამ. რა დროსაც ჩამოვა, იმ დროს ჩამოვიდოს, არ იჩქაროს, მე ველოდები.
ნუ წარმოიდგინეთ 2 საათია უკვე, აი სრულდებოდა 2 საათი ღამის, ჩვენ რო საპატრიარქოში მოვედით. შევდივარ პატრიარქთან, თავისი მისაღები დიდი ოთახი რო აქვს, მისაღები ოთახი და ფეხზე დამდგარი ხვდება პატრიარქი. თქვენ წარმოიდგინეთ უბრალოდ რამხელა ადამიანობაა და რამხელა ქართველობა და რამხელა სული უნდა კონდეს პატრიარქს, რომ მე ციხიდან ახალ განთავისუფლებულს აი ესე დამხვდეს. რა თქმა უნდა, ჩავუვარდი ფეხებში, ჩავეხუტე და აი ეს ჯვარი თავის ხელით ჩამომკიდა. დამლოცა, მადლობა გადამიხადა და ჩამომკიდა ჯვარი. მე რა თქმა უნდა ახლა ეს ყველაფერი რასაც რო პატრიარქს ლაპარაკობენ, რა ტალახი არ ესრულებს. ეს ამაგრებს სწორედ პატრიარქს, ეს აძლიერებს მას სულიერად. იმიტომ რომ ყველა რო კარგს ლაპარაკობდეს, ის არ ცხონდება მაშინ ადამიანი. და რა თქმა უნდა ჭორები, ახლა ჩემზე ჭორებს რო ავრცელებდნენ, ყოველთვის მქონდა ასეთი ისა, ამას ვიძახდი ყოველთვის რომ მე ვინ ჯანდაბა ვარ. ქრისტეზე ყრიდნენ ჭორებს. ქრისტეს შეურაცხყოფით იხსენიებენ ხალხი მეთქი. პატრიარქს ლანძღავენ, პატრიარქს უდოდ იხსენებენ და მე ვინ ჯანდაბა ვარ ისეთი რომ მე რა ვიტანო ახლა ესა. თავარი არის რომ იყო მართალი ადამიანი და რაც არ უნდა ტალახი გესროლონ, არაფერი არ გამოვუოთ, იმიტომ რომ ეს ტალახი სროლა ცუდი რა არის ისეთ რომ როდესაც შენის ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მოდის ეს ყველაფერი და შენი ქვეყნის სპეცსამსახურებში ზის ისეთი ჩირკი, რომელიც თავისივე ქვეყნის, თავისივე თანამოქალაქეების წინააღმდეგ ისვრის აი ამ ჩირკს, ისინი არიან ცუდები თვითონ. თორე ჩვენ არაფერი არ გვიჭირს. გადავრჩით ამდენი საუკუნეები და კიდე გადავრჩები. და ასე გადარჩებიან ყველა თითოეულად, ვინც სტალინზე ლაპარაკობენ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ სტალინი, რომელიც ღმერთზე არის პატარა, ადამიანზე დიდი. ეს თვითონ ამერიკელებმა დაამტკიცეს. რომ თელ სოფლიოში გამოკითხვა გააკეთეს ყველაზე გავლენიანი პიროვნება დედამიწის ისტორიაში. და მეორე ადგილზე გავიდა სტალინი. ანუ პირველზე იესო ქრისტე გავიდა და მეორეზე იოსებ სტალინი. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ქართველი აი ამ პატარა ქვეყნიდან, პატარა გორიდან წასული ახალგაზრდა, იმ ხელაზე აფრინდა, იმ ხელა საქმეები გააკეთა, იმ ხელა სარდალი იყო, იმ ხელა პოლიტიკოსი იყო, რომ თლიანად დაჩრდილა ყველა ადრინდელი სარდალები, იმ ხელა სარდლები იყო მსოფლიოში. ყველა დაჩრდილა აბსოლუტურად. ნუ რა თქმა უნდა, მაგასაც ლანძღავენ. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ აი ამ ყველაფერს მე მაგალითად ვიღებდი იმისთვის, რომ მე ამიტომაც არ მემაჩნია არაფრად ეს ჩემი ლანძღვა. იმისთან ხალხს ლანძღავენ. სხვათა შორის იგივე ხალხი მლანძღავს, მე ვინც აი ამ ხალხს ლანძღავს. ღმერთს ლანძღავენ, პატრიარქს ლანძღავენ, სტალინს ლანძღავენ და მე ვინ ჩემი ფეხები ვარ, მეთქი ბოდიში მომიხდია. რა თქმა უნდა გამლანძღავენ მეც, როდესაც სამშობლოს საქმეს აკეთებ. მეხუთე კოლონა ყოველთვის იქნება გამოყენებული უცხო ქვეყნის სამსახურების მიერ შენს წინააღმდეგ. და ამიტომ ჩემო კარგო კეთილო ქართველებო, დავიდაანებეთ, ნუაყვებით, ნურავის ჭორებს. პატრიარქი არის ყველასე, მე გონიათ რომ გამიხარდა, როცა ბოკერია ვნახე მასთან შეხვედრაზე, ტელევიზიით რო გადმოიცა. ცოტა შორს ის და შეიძლება პატრიარქს არ შეემჩნია მაგრამ სპეციალურად აკეთებდნენ ამას რომ ხალხს აჩვენონ. განა გამიხარდა ახალაიები რომ დააჯილდოვა, მაგრამ პატრიარქი არის ყველას პატრიარქი. ის არის სულიერი მამა ყველასი, ცუდისაც და კარგისაც. ამიტომ ძალიან გთხოვთ რომ გაგებით მოეკიდოთ მაგათთან, განსაკუთრებით სახელს და გვარს არავისას არ ვიტყვი. განსაკუთრებით იმ ხალხს, ვისაც მე პატივს ვქცევთ. ძალიან გთხოვთ პატრიარქზე შეწყვიტოთ ლაპარაკი. თუ კარგს არ იწყვით, ცუდიც არ თქვით. იმიტომ რომ მართლაც რომ ძალიან დიდ ცოდვას აიკიდებთ.
მე ძალიან ბევრი ვიცი კიდე პატრიარქზე, რაებიც აქვს გაკეთებული, ძალიან ბევრი რამ ვიცი პატრიარქზე. გასაგებია ის, რომ ზვიადის პერიოდში რაც მოხდა, მახსოვს ძალიან კარგად და მახსოვს მაშინ ზვიადის მომხრები, მე ზვიადის მომხრე ვიყავი მაშინაც და დღესაც ზვიადის მომხრედ დავრჩი ბოლომდე და მინდა გითხრათ, რომ მაშინ ვინც პატრიარქზე ძალიან ცუდად ლაპარაკობდნენ, დღეს პატრიარქის მხარეზე არიან. რატომ? იმიტომ რომ ბევრი რამე გაანალიზეს, ბევრ რამეს მიხვდნენ. რომ პატრიარქს სხვა ნაბიჯის გადადგმის უფლება და საშუალება არ ჰქონდა, რაც გააკეთა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, კარგად გაშიფრეთ ყველაფერი. მით უმეტეს ადამიანები, რომლებიც რომ ჩვენ ყველა ვართ ცოდვილი და არც ერთი ჩვენთაგანი არ არის წმინდანი. და ნურც ნურავისგან პატრიარქი თვითონ იძახეს, რომ ყველაზე დიდი ცოდვილი მე ვარ, მაპატიეთ, შოქებზე გვიდგება ყოველ წელიწადს, როცა შეეძლო და პატიებას ითხოვდა ყოველ წელიწადში ერთხელ ყოველთვის. ძალიან დიდ ცოდვას ჩაგიხართ, ბიჭებო, გოგოებო და გაუფრთხილდით თქვენ თავს. არ გინდათ ესეთი რაღაცები. როდესაც პატრიარქს ესვრის ჭუჭკს, პირდაპირ გიბრუნდებათ უკანის ჭუჭკი. ამის თქმა მინდოდა, მე გავაგრძელებ ალბათ უკვე ჩემ ბლოგებს აუცილებლად. დავიწყებ ახლა ნელ-ნელა მოყოლას ძალიან დიდი ისტორიების, უახლოესი ისტორიიდან, რადგანაც არ გასწავლიან სტუდენტებს, რადგანაც სკოლაში არაფერს არ ასწავლიან უახლოეს ისტორიასთან დაკავშირებით. ალბათ დავიწყებ ასე ბლოგების ჩაწერას 10 თუ 15 წუთიანებს. ნელ-ნელა გავყვები და ძალიან ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით თითოეული იმ ადგანზე, იმ ხალხზე, ვინც ჩვენ სამშობლოს შიგნიდან ღალატობს. დიდი მადლობა და ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ თითოეულ თქვენთაგანს თქვენი ოჯახებით.